დაიწყო საველე გამოცდა. პირველი გავლენ უდიპლომო ძაღლები. დაიწყო ურცაარით. დღეს იქნება სულ 4 ძაღლი. დასრულდა საველე გამოცდა და ეხლა ექსპერტები შედეგებს უეტყვიან. მოგესალმებით. მადლობა მონაწილეობისთვის. კი. ესე იგი დღეს შევიკრიბეთ ნორიოში. ნუ ასე ვთქვათ, პირობა ფლად უიდეალურესი არ არის, მაგრამ საერთოდ უნიაობას და მეტი ქარი, მეტი ნიავი და ქარი ჯობია. დღეს წარმოდგენილი იყო 4 ძაღლი. პირველი ძაღლი იყო გიორგი ყურაშვილის კურცხარი ჯესი. ნუ ძაღლი აბსოლუტურად სხვაგან იყო ძაღლი და პატრონი სხვაგან. არის მუშაობა თბილი არ ჩართო. პატრონთან კონტაქტში ხმის არ იყო. ხმის არ იყო რა. და შესაბამისად არც შეხვედრა გონია პროფილს არაფერი და ნუ ხარს ვერ გამოვლენით. უბრალოდ ერთი დაფრთხობა ქონდა აი აქ, ანუ გადაირბინა და ვერ იყნოსა და იმას აქნა და ვერ იყნოსის ვერ გამოვლენით, ასე ვთქვათ, დაამთავრა გამოსვლა. შემდეგი იყო სეტერი ჯესი. ამ ძაღლი რა შემიძლია ვთქვა, რომ სასურველია, რომ სეტერისთვის უფრო გაცილებით სწრაფად დარბოდეს და რაც ასე ვთქვათ, სეტერებისთვის ფარში საცემი არის, დებნის დროს უნდა გქონდეს მუდრად და დებნის დროს რო დევი პარალელა ისევ ყველაფერს თავი დავანებოთ, საყურებლადაც ასე ვთქვათ, არალამაზ საყურებელი არის და არ უნდა აკეთებდეს სეტერი მაგას. ნუ ერთი დადებითი შეხვედრა ქონდა დაუსრულებელი. მეორე დასრულებული მუშაობა ქონდა, რაც წეღან რო თქვით, ანუ ამ კუძზე მინიმალური მანძილით ქონდა და დაიფსახურა მინიმალური კულებით მესამე ხაზით. კი ბატონო, მაგრამ კარგი ის არის, რომ ძალიან ლამაზად ნაბულზე წვება. ანუ აინა თითოეულს ლამაზი გქონდა. კარგის ნაბულზე წვება. მაგალითად, ექსტერიერად ლამაზია. მესამე ხარისხის დიპლომი მიიღო 69 ქული. ილოცავთ. შემდეგი იყო ზურა ლუაშვილის ფრიდა. ამ ძაღლს ასე ვთქვათ, პირველ რიგში პრობლემა ის იყო, რომ ძველი და პატრონი, ახალი პატრონი ერთად მოვიდნენ, ვერ გაეგო ძაღლს რა უნდა ეკეთებინა, ვის დამორჩილებოდა, ვისთვის დაეჯერებინა, ერთიდან გაიქცეოდა, მეორედ უყურებდა, მეორედ გამოიქცეოდა, იმას უყურებდა, შეხვედრა ქონდა, მე გადამჯდარი გამოგვიტოვა, ვერ ნახა, მე ერთი დადებითი მუშაობა ქონდა, თუმცა მანძილი არ იყო სადიპლომე. ანუ ქულები კი დაიწერა, მაგრამ სიშორეში დაიწერა ხუთიანზე, ასე ვთქვათ, არ იწერება საველე დიპლომი, ანუ შეფასება დიპლომის გარეშე, ესე გამოუვიდა ფრიდაც. ბოლო ძაღლი იყო ლაშა დაძამიანის კურცხარი ფრიდა. ეს ძაღლი მანამდე ნანახი ყავს, მაშინ ვერტიკალურად სხვა ძაღლი იყო, დღეს უფრო სხვა ძაღლი იყო. აღარც იფსის სწრაფით ირბინა, რაც მანამდე ნანახი ჰქონდა. ნუ წინაზე სისწრაფეში რუიანი დავწერეთ ძაღლზე და დღეს რუიანთან ვერა. მანძილიც ალბათ დაინახავთ წეღან იქ ახლოს იყო მეორე ხარისხთან ერთი მუშაობის მანძილი, თუმცა ნუ რაღაცა მომენტში
ძაღლი მოიხსნა, კუდი ათამაშა, მე ისე დადგა, ნუ აშკარა იყო რომ ფრინველი მოძრაობდა და დამატებით იმიტომ წავიყვანეთ გადამჯდარზე, რომ თუ გადამჯდარზე იგივე მანძილს ანალოგიურს თუ იზავდა, მეორე ხარისხის დაწერა შეიძლებოდა. პლუს მაგას რა შემიძლია თქვა წინანდელთან შედალებით გაწაფულობა მორჩილებაშიც ნაკლები ფულები გამოუვიდა, მე მგონი ხდები შეთითქონაც რატომაც და 74 ფულით მესამე ხარისხის დიპლომი გამოვიდა. მადლობა თქვენთვის მონაწილეობისთვის. მოემზადეთ. ჩვენ აქა ვართ, არ დაგზარდებით. ბატონო, კიდე შეიძლება ჩავატაროთ.